მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღეს კერთვებით ასეთმა აწეული, ალბათ ზუსტად 5 წელია ასეთმა არ ამეწევია მთლიანად და იმდენი ლაკი მასხია თავზე, რომ ალბათ მეტეორს მიიზიდავს, უბრალოდ არის ეს გამხმარი. მთელი თმა, რადგან ძალიან ბევრი პატარა პუწები მაქვს. პატარა თმების გამო და უკან მაქვს კიდე იმდენი კრაბები და წკაპუნები, რომ არ ვიცი, ალბათ მართლა მეტეორს მივიზიდავ. მოკლედ, რაც არის ზუსტად 5 წელი არ ამეწევია თმა და იდეალურია, მე მგონი. რაღაც ახალი შემოვიდა ჩემს გარეგნობაში და ძალიან მიხარია. სანამ დავიწყებთ დღის ვლოგს, გაგაცნობთ ჩემს ახალ ყავის აპარატს, რომელიც რამოდენიმე დღის უკან შევიძინე და ერთი სული მქონდა, როდის მექნებოდა ეს ყავის აპარატი. მოკლედ, ჩავთავ ვიდეოს და შემდეგ გავაგრძელოთ დღის ვლოგი. ეს ჩემი ყავის აპარატი, რომელიც ღირს თითქმის 1000 евро, არის სასწაული, ამზადებს სხვადასხვა ყავას, კაპუჩინო, ლატე მაკიატო, უბრალოდ თქვეფავს, რძეს, კაპუჩინატორია მოკლედ. აქვე აქვს კიდევ სხვადასხვა ფუნქციები, ამზადებს ჩაის, ამერიკანოს და ასევე სხვადასხვა უგემრიელეს ყავებს. ასევე აქვს ფუნქცია, რომ გვერდზე ოთახიდან ჩართო ჩვეულებრივ და მოიმზადო ყავა. დილაობით ასე ვაკეთებდი ხოლმე, საწოლიდანვე ვიდუღებდი ყავას და შემდეგ მოვდიოდი და ვიღებდი ჩემს კუთვნილ ყავას. მოკლედ, ყავის აპარატი არის ძალიან მაგარი. აქვე იფქვება ყავა და აი აქ შესაძლებელია, რომ ჩაიყაროს თურქული ყავა და იმასაც ამზადებს. ყავებს რომ ამზადებთ, შესაძლებელია, რომ აი აქ დაიდოს. ეს მომზადების დროს ცხელდება და არ აძლევს ყავას, რომ გაცივდეს. მოკლედ, გაცივების უფლებას არ აძლევს. და მე, ქალბატონი, ასეთი ყავის აპარატის მქონე, აი ამ აპარატზე მრჩებოდა თვალი. რამდენჯერაც შევიდოდი მაღაზიაში, განსაკუთრებით EDEKA-ში და ვხედავდი ამ ყავის აპარატებს, აი მე როგორ მინდოდა. სადღაც 1 წელია რაც თვალი დავადგი და აი მთელი გულით მინდოდა, რომ ეს აპარატი მქონოდა, რადგან მეგონა, რომ იყოს სასწაული და იქნებოდა ძალიან გემრიელი. ეს ყავის აპარატი ამზადებს მხოლოდ ესპრესოს. მარტო ესპრესოს ამზადებს. აქვს თავისივე კაფსულები, რომელიც გამოიყურება აი ასე მრგვალი და კაფსულები ღირს საკმაოდ ძვირიც, 9 კაფსულაში სადღაც 5 ევრომდე ჯდება მოკლედ და გამოდის საკმაოდ ძვირი, რადგან თვეში ალბათ 1-30 евро მხოლოდ ყავისთვის გინდა და თუ ძალიან გიყვარს ყავა, მაშინ 50 ევრომდე მხოლოდ ყავის კაფსულებისთვის დაგჭირდებათ. ახლა დედის დღესთან დაკავშირებით იყო ასეთი აქცია EDEKA-ში, რომ ამ ყავის აპარატს ყიდულობ 20 ევროთ და ის 20 евро გიბრუნდება შენს კარტაზე და შემდეგ შეგიძლია EDEKA-ში იმ 20 ევროთი რაც გინდა ის იყიდო. წესით ეს ყავის აპარატი 130 евро ღირს და ხშირად იყო ხოლმე აქციები 70 ევროთ, ბოლოს იყო კიდევ 40 ევროთ და აი ბოლოს 40 ევროთ რომ იყო, უკვე მეგონა რომ 100%-ით ვიყიდიდი და კიდევ კარგი რომ არ ვიყიდე. ახლა ავიღეთ ეს ყავის აპარატი და დაგვიბრუნეს უკან უკვე 20 евро. აქ მაქვს ჩეკი. როგორც ხედავთ, ყავის აპარატი თვითონ ღირს 99 евро და გადავიხადეთ მხოლოდ 20 евро, ისიც უკან დაგვიბრუნეს 20 евро და აქვს ასევე 1 წელი გარანტია. არ ვიცი როგორი აპარატია, ღირს თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გასასინჯად ღირდა. მაინც უფასოდ გამოვიდა და
ვიყიდეთ მხოლოდ კაფსულები, კაფსულებზეც იყო აქცია და თითო შეფუთვა ღირდა 2.70. ნორმალურია, ერთხელ მაინც გავსინჯავ. აქვე აქვს სხვადასხვა კაფსულები და აი ეს ნიშანი ძალიან ბევრს გონია რომ ბაყაყის ხორცს ან დაიმსურევენ, როცა ამ ნიშანს ხედავენ ხოლმე, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ არის ეკოლოგიურად სუფთა და ასევე არ წარმოადგენს არანაირად ცუდად ორგანიზმისთვის, ანუ საერთოდ არ შეიცავს პლასტიკს. როგორც ხედავთ, 0% პლასტიკი, ალუმინი და 100% დაგემოვნება თუ გემო, მოკლედ ვერ ვთარგმნი ზუსტად ქართულად და მგონია რომ უნდა იყოს ძალიან გემრიელი. ასევე ეს თვითონ რაც რჩება ნაგავი, როგორც იტყვიან, არის ძალიან კარგი სასუქი ყვავილებისთვის და შემდეგ არ უნდა გადაყარო თუ ყვავილები გაქვს, მაშინ ყვავილებს დაუყარო. ასე გამოიყურება ყავის აპარატი, არის ძალიან კომპაქტური, პატარა და ულამაზესი. მზადდება მხოლოდ ესპრესო, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ძალიან პატარა ჭიქით, ეს არის ჩვეულებრივი ჭიქით და ცხელი წყალი. აქ იდება კაფსულები, შემდეგ ასე ტრიალდება, კაფსულა ვარდება და აქ ჩააგდებთ. ასე დღეს აღარ მოვიდუღებ აქ ყავას, რადგან დღეს მაქვს უკვე ძლიერი ყავა დალეული და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ ხვალ დილამდე შევიკავებ თავს. ეს გავრეცხი უკვე კადრს მიღმა, ეს წყლის ჩასასხმელიც და აი აქ გროვდება ნაგავი. ესეც გავრეცხე და ეტყობა რომ სველია. უნდა ამოვაშრო. აქ იყრება ნაგავი და აი ასე გამოიყურება. ახლა მინდა რომ აი აქ დავალაგო. ვფიქრობ რომ ეს ყავის აპარატი, ორივე აპარატები გადავიტანო იქეთ მხარეს და ყავის კუთხე აქეთ დავწიო. მოკლედ მინდა რომ რაიმე შევცვალო ამ ადგილას. ასევე დავამატე ეს ორი ლამაზი ქილა, როგორც უკვე გითხარით, ვეძებდი კურდღლებიან ქილებს და ეს ორი ქილა ვიყიდე სხვადასხვა მაღაზიაში, ამიტომ ერთი არის ოქროსფერი და ერთი თეთრი, უბრალოდ სხვანაირები აღარ იყო და ვფიქრობ, რომ აი ასე უფრო უკეთესი იქნება თუ თავებს შევუცვლი. აი ასე და გამოვიყენებ ყავისთვის და შაქრისთვის. ასევე ეს ლამაზი კურდღლებიანი ჭიქები და მინდა რომ ამებით გავაფორმო ახლა ეს კუთხე.
ასეთი გამოვიდა ბოლო შედეგი, ესეც ყავის კუთხე და არის ულამაზესი და წყნარი და აქაურობა, არის წყნარი და ლამაზი ფერები, აი აქ რაღაც აკლია, ამ დღეებში მუზა მომივა და რაიმეს დავამატებ, ვფიქრობ რომ რაიმე ოქროსფერი დავამატო, რადგან ამ კილას აქვს ოქროსფერი თავი და ვფიქრობ რომ რაიმე ოქროსფერი აკლია. აქ ყავა არის კოფეინის გარეშე, რადგან მე უფრო ხშირად კოფეინის გარეშე ვსვავ და აქ დავამატე ჩაი, რადგან ჩაისაც მხოლოდ მე ვსვავ. ფერებში კი წავიდა ეს ჩაი აქ და ძალიან უხდება ჩემი აზრით. მოკლედ განთავისუფლდა ადგილიც, აი აქ უფრო მეტი ადგილია ვიდრე აქამდე იყო და მოკლედ კმაყოფილი ვარ შედეგით. რა თქმა უნდა ყავა დავაგემოვნე დილით და ზუსტად ისეთივე გემო აქვს, როგორიც წარმომედგინა. სხვათა შორის უამრავი ყავის აპარატი მქონია და ყველას აქვს განსხვავებული გემო. არ ვიცი როგორ აკეთებენ და როგორ ახერხებენ ამას, მაგრამ ყველა ყავა თავისებურად გემრიელია და იგრძნობა რომ სხვა აპარატიდან არის ეს ყავა, რადგან სულ სხვა გემო აქვს ვიდრე გვერდზე აპარატი რომ დგას. ისე ახლა რომ დავფიქრდი, აბსოლუტურად ყველა ყავის აპარატი მქონია და ალბათ ეს იყო მხოლოდ გამონაკლისი, ამიტომაც მინდოდა ასე ძალიან. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ვლოგს, ჩემი მისაღები ოთახი მინდა რომ რამენაირად ცოტა შევცვალო, მაქვს ახალი ხალიჩა, გუშინ შევიძინე და მართლა ვერ გავუძელი ხალიჩის გარეშე, თითქოს ცარიელი იყო აქაურობა და ჩემი აზრით ხალიჩა ქმნის სიმყუდროვეს. ამჯერად შევიძინე თხელი ხალიჩა, არის ასეთი თხელი და რაც მთავარია ირეცხება სარეცხის მანქანაში, არ აქვს ზემოდან რბილი ბუსუსები, რამაც შეიძლება რომ ტვერი აიღოს და არის ძალიან მსუბუქი, შემიძლია ნებისმიერ დროს გავიტანო აივანზე და გადავფხერტო, რაც ძალიან მომწონს. არის ასეთი ლამაზი და განსხვავებული პრინტი, თუ არ ვცდები ეს არის ბოხოს პრინტი და მინდა რომ ჩემს მისაღებ ოთახში შემოვიტანო ცოტა ბოხოს ელემენტები. გამოვცვლი ფარდებს, დავკიდებ თეთრ თხელ ფარდებს, რადგან ჩემი აზრით ეს სერი მუქი ფარდები ამძიმებს და თან ახლა ზაფხულია, თხელი ფარდები უკეთესი იქნება. სიამოვნებით გავწმინდავდი ფანჯრებს, მაგრამ დღეს საძინებელში გავწმინდა უკვე ფანჯრები და სიმართლე გითხრათ, თავი აღარ მაქვს ამ ხელა ფანჯრის გაწმენდვის, ამიტომ მინდა რომ აქაც რამე ბოხოს ელემენტები შემოვიტანო და ვნახოთ რა გამოვა. ასევე ამ დღეებში ალბათ ვიყიდი ასეთივე პრინტის ბალიშებს, საერთოდ არ მიყვარს ბალიშები დივანზე, ესეც ჩემი აზრით ერთ-ერთი მტვრის წყაროა, ჩემთვის ყველაფერი მტვრის წყაროა, მოკლედ და სახლში მაქვს მხოლოდ 2 ბალიში, ისიც არ ვიცი როგორ შემოვინახე და მინდა რომ იმ 2 ბალიშით ჯერჯერობით რამე გავაფორმო, სანამ დავამატებ აი ასეთი პრინტის ბალიშებს, რადგან იყო ასეთი ბალიშებიც და არ ვიცი რატომ არ ავიღე.
უბრალოდ შეხედეთ, როგორ შეიცვალა აქაურობა, უბრალოდ ფარდების დამსახურებით, თითქოს გაიზარდა მისაღები ოთახი, აღარ არის ისეთივე დატვირთული, როგორც იყო აქამდე. ფარდები არის სველი, ჯერჯერობით სველი დავკიდე და ვფიქრობ, რომ დაუთოვება არ სჭირდება ამის გამო. ახალს არაფერს ვამატებ, უბრალოდ ვაკეთებ ყველაფერს იმით, რაც სახლში მაქვს და მოვიფიქრებ, როგორ შევუხამო ერთმანეთს ეს ყველაფერი. ასევე მინდა, რომ რაღაც დივანზეც შევცვალო, რადგან ეს სერი გადასაფარებელი არ მომწონს უკვე. დივანს აქვს ორი გადასაფარებელი და ორივე არის სერი ფერის, რადგან ვფიქრობ, რომ სერ დივანს სხვა გადასაფარებელი არ მოუხდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მთლიანად ავიღო, მოვიტან თეთრ პლედს და ბალიშებს. ნახოთ რა გამოვა. ასევე დიდი სიამოვნებით ამ კუთხეს შევცვლიდი და ჩავდებ სურათს, გაჩვენებთ თუ რის გაკეთება მინდა. ამის გაკეთება ძალიან ადვილია, უბრალოდ ხის მატებით ან ხის ფერი მატებით ან თექითაც ულამაზესი იქნება. როგორც უკვე გითხარით, რაც სახლში მაქვს იმით ვაკეთებ და სახლში არ მაქვს მსგავსი არაფერი, ასე რომ ჯერჯერობით იქნება ასე, ან და არ ვიცი რამეს მოვიფიქრებ. ასევე ეს ყვავილი გადმოვიტანე აქეთ ბარაქის ხე, რადგან ბოხოს სტილს უხდება მწვანე მცენარეები ძალიან და ვფიქრობ, რომ აი აქ გავაკეთებ მცენარეებს და ასევე ლამაზი კუთხე უნდა გამოვიდეს აქაც. დივანი გავალამაზე, ორი ბალიში უდევს მხოლოდ და ლამაზია, გავს ბოხოს. ახლა დამრჩა ეს ადგილი, რომ გავაფორმო და მგონია, რომ რაიმე იერსახეს მიიღებს ეს კუთხე. ამისათვის გადავდივართ აი ამ კარადაში. ეს არის კარადა, სადაც დევს ყველანაირი რაღაცეები. ყველაფერი ერთმანეთზე. აქედან ვფიქრობ, რომ ავიღო ეს ვაზა, ეს ლარნაკი უფრო სწორად. ამას ვფიქრობ კიდე გვერდით რო დავოდო და ასე ჩამოვიდეს. ასევე კარგი უნდა იყოს. აქ ვფიქრობ, რომ ამას დავტოვებ, რადგან ფერები თუ ხდება და სხვა არაფერი არ მახსენდება, რომ მქონდეს და რაღაც აკლია თითქოს. კიდევ ერთი რაღაც უნდა და ეს ანდა ეს საღდგომაა, მაგრამ ასე დავდებ, რომ არ გამოჩნდეს და ხომ მგონი ასე უფრო უკეთესია. You
სანამ დავიწყებ მაგიდის გაფორმებას, მინდა რომ ლამაზი ლარნაკი დავამზადო, აი ასეთი ხის ჯოხებისგან, დამჭირდება მხოლოდ ხის ჯოხები და რაიმე ქილა. ქილას და ბოთლს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია როგორი მოგწონთ. და ასევე ავიღებ ასეთ თოკებს, არ ვიცი ძაფია თუ თოკია, უფრო თოკია და ამის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სქელი ძაფი. ასეთია ბოლო შედეგი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ერთმანეთს ყველაფერი მოუხდა სასწაულად. შეიცვალა ჩემი მისაღები ოთახი, თან ძალიან რომ შემოვდივარ რაღაც სხვა ოთახში მგონია თავი. ასე გამოიყურება მაგი და დივანი. აქაც დავამატე ეს ხის ტაბლეტი, რომ ცოტა ამაღლებული იყო. ყვავილები, წესით ყვავილები უხდება დიდი, მოზრდილი, სამწუხაროდ არ მაქვს და რაც მქონდა ისინი დავაწყე, ესენიც ძალიან ლამაზია. ასევე აქ დაბლა ტელევიზორთან, ტელევიზორის დაბლაც და სულ ეს იყო. ახლა არის 3 საათი და მოვამზადოთ ბარემ სადილიც ერთად. სადილად მოვამზადებ სადაცურს, მაქვს თეთრი სადაცური, გასათლილია, ჰოლანდიურ соусთან და მოხარშულ კარტოფილთან ერთად. კარტოფილი თითქმის მოიხარშა, ახლა გადავუღური წყალს, დავუმატებ კარაქს და იქნება კარაქში. კარტოფილს დავტოვებ ასე რგოლებად და ზემოდან შემდეგ მოვაყრი მწვანილს.